ახლა მოგიწვიეთ ვიქტორინაზე მუსიკის თარა, სადაც წარმოგვიდგება იქნება კითხვები მოცარტის და ბეთჰოვენის შემოქმედებით. ხო მოვიწვიეთ ბავშვებო, დავიწყოთ უკვე მოსმენა. სკოლაში ჩატარდა მუსიკალური კონკურსი მუსიკის თარა, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს და უპასუხეს კითხვას მოცარტის და ბეთჰოვენის შესახებ. სკოლაში მუსიკალური ღონისძიებები ნამდვილად ძალიან ბევრი იმართება, თუმცა მე მინდოდა რომ ამ ღონისძიებით აკადემიური მხარისთვის გამოსვა ხაზი. ბავშვებმა მოისმინეს, იმუშავეს, ძალიან ბევრი წაიკითხეს მოცარტის და ბეთჰოვენის შესახებ, დაინტერესდნენ კლასიკური მუსიკით, მშობლებისგან მესმოდა რომ ისინი მანქანაშიც კი უსმენდნენ, სახლში უსმენდნენ მოცარტის და ბეთჰოვენის მუსიკას და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, რომ მათ ცხოვრებაში ყოველთვის დარჩება ეს ძალიან კარგ მოგონებად და ნამდვილად არ დაუწყდებათ ის კითხვები და ის ინფორმაცია, რაც აი ამ ვიქტორინის და ღონისძიების მომზადების პროცესში დაიმახსოვრეს. ჟიურის საკმაოდ გაუჭირდა გამარჯვებულების გამოვლენა, იმიტომ რომ იყო მინიმალური სხვაობა, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყდა და ორი ჯგუფი იყო გამარჯვებული, იმიტომ რომ ორივემ ძალიან კარგად უპასუხა კითხვებს და მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ავიდნენ ძალიან ბედნიერები და რა თქმა უნდა ამაყი იმით რომ გაიმარჯვეს ამ ვიქტორინებში.